გამარჯობა. ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღეს გესაუბრებით 40 საინტერესო ფაქტზე ფსიქოლოგიიდან. იმედი მაქვს, ბევრ საინტერესო ინფორმაციას გაიგებთ და მოიწონებთ ვიდეოს. დავიწყოთ. ორ ენაზე მოსაუბრე ადამიანს შეუძლია გაუცნობიერებლად შეიცვალოს სახის მიმიკები, როდესაც ერთი ენიდან მეორე ენაზე იწყებს საუბარს. კუჭ-ნაწლავის და ტვინის ნერვული სისტემები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთი ემოცია ჩვენს მუცელზე მაშინვე მოქმედებს. და პირიქით, ალბათ იცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თუ შეათ, საშინელ ხასიათზე არიან ხოლმე. ნებისმიერი სახის მეგობრობა, რომელიც იწყება 16-დან 28 წლამდე პერიოდში, გაცილებით უფრო ძლიერი და გრძელვადიანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა. ზოგადად ქალები უპირატესობას ანიჭებენ იმ მამაკაცებს, რომელთაც ხრინწიანი ხმა აქვთ, რადგან ისინი უფრო თავდაჯერებულნი და ნაკლებად აგრესიულნი ჩანან. დიახაც. რაც უფრო ჭკვიანია ადამიანი, მით უფრო სწრაფად ფიქრობს. შესაბამისად, მისი კალიგრაფიაც შედარებით გათხაფნილი და, როგორც მასწავლებლები იტყოდნენ, პატიფეხურია, ან სუპერცუდი, ან რაღაც ამგვარი. ბედნიერ ადამიანებს უფრო მცირე დროით სძინავთ. ეს არ ვიცი რამდენად მართალი შეიძლება იყოს. ის თუ როგორ ექცევა კლიენტი რესტორანში მომსახურე პერსონალს, ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემია თავად ამ კლიენტზე, როგორც ადამიანზე, მის პიროვნებაზე და ასე შემდეგ. ადამიანი, რომელსაც დანაშაულის გრძნობა გამძაფრებული აქვს, სხვა ადამიანის ფიქრებსა და გრძნობებს გაცილებით უკეთ იგებს. ქალები უფრო მხიარულები არიან ვიდრე კაცები. მამაკაცები უბრალოდ გაცილებით ბევრს ხუმრობენ და სულ არ აინტერესებთ. მოსწონთ თუ არა მათი იუმორი გარშემო ყოფთ. ეს ალბათ ძალიან ზოგადი ნათქვამია. მორცხვი ადამიანები ძალიან ცოტას ლაპარაკობენ საკუთარ თავზე, თუმცა იქცევიან ისე, რომ სხვებს აფიქრებინონ თითქოს ბევრი იციან მათ შესახებ. ტკივილის რეცეპტორები ქალს უფრო მეტი აქვს ვიდრე მამაკაცს, თუმცა ქალები უფრო მეტად იტანენ კიველს. მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენა ადამიანს ამშვიდებს და აბედნიერებს. პროგრესის ილუზიაც კი мотивაციას გვაძლევს. ეს კარგია, ხელოვნურადაც შეიძლება ამის გამოწვევა, პოზიტიური შედეგის მოსატანად. დილამშვიდობისა და ღამემშვიდობისა შეტყობინებები ტვინის იმ ნაწილს ააქტიურებს, რომელიც ბედნიერებაზეა პასუხისმგებელი. იმ რაღაცეების კეთება, რაც ძალიან აშინებს ადამიანს, გაცილებით ბედნიერს ხდის მას. აი ეს ძალიან მომეწონა, ბევრი პარალელი გავავლე სხვადასხვა სფეროდან. ქალს საიდუმლოს შენახვა საშუალოდ შეუძლია 47 საათისა და 15 წუთის განმავლობაში. ნეტა კაცის საშუალო რამდენი შეიძლება იყოს. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ სხვების გაბედნიერებას, გაცილებით უფრო მარტოსულნი არიან. რაც უფრო ბედნიერია ადამიანი, მით უფრო ნაკლები ძილის მოთხოვნილება აქვს. როდესაც საყვარელ ადამიანთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობთ, გაცილებით უფრო მშვიდად ხართ და ნაკლებად ღერავთ თქვენს პრობლემებზე. ჭკვიან ადამიანს უფრო ცოტა მეგობარი ჰყავს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. ეს ლოგიკურია. საუკეთესო მეგობარზე დაქორწინება განქორწინების რისკს 70%-ით ამცირებს. ამ სახის ქორწინება უფრო მყარია და ხშირად სამუდამოდაც გრძელდება, ვიდრე ჩვეულებრივი. ყველაზე კარგ რჩევებს ის ადამიანები იძლევიან, ვისაც ბევრი პრობლემა აქვს. ეთანხმებით თუ არა ამას? ქალები, რომლებსაც კაცი მეგობრები უფრო მეტი ჰყავთ, გაცილებით უფრო ხშირად არიან კარგ ხასიათზე, ვიდრე ქალი მეგობრების შემთხვევაში. მეგობრების არყოლა ადამიანისთვის შეიძლება ისეთივე სახიფათო იყოს, როგორც მოწევაა. მეცნიერებმა იპოვეს კავშირი მარტოობის გრძნობასა და უჯრედებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ გულის შეტევის ან ინსულტის გამოწვევა. უხეშად რომ შევაფასოთ, დიდი ხნით მარტოობა ისევე ცუდია ჯანმრთელობისთვის, როგორც 15 ღერი სიგარეტის მოწევა ერთ დღეში. მოგზაურობა ადამიანს უფრო ჯანმრთელს ხდის და ამცირებს დეპრესიისა და გულის შეტევის რისკს. ადამიანები უფრო აქტიურნი არიან მაშინ, როდესაც მათთვის საინტერესო თემებზე საუბრობენ.
როდესაც ორი ადამიანი საუბრობს და ერთ-ერთი მათგანი იწყებს ტერფების მსუბუქ მოძრაობას, ან შეუჩერებლად ამოძრავებს მათ სხვადასხვა მიმართულებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მოსაუბრის აზრს არ ეთანხმება. ზოგი ადამიანი გენეტიკურად უფრო მეტადაა მიდრეკილი პესიმიზმისკენ, ვიდრე სხვები და ნეგატიურ მოვლენებსაც უფრო ამჩნევენ. თუმცა ოპტიმიზმის სწავლაც ზოგადად შესაძლებელია. ჩვენ ადამიანებს დიდი არჩევანიდან მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით შეგვიძლია რამის არჩევა. ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ გრძელი მენიუები, სქელი კატალოგები და უზარმაზარი სუპერმარკეტები მრავალფეროვანი პროდუქტებით მხოლოდ და მხოლოდ აბნევს ჩვენს გონებას და უფრო გვირთულებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. საჭმელი, რომელსაც ჩვენთვის თავადვე ვიმზადებთ, ნაკლებად გემრიელი გვეჩვენება. მომზადების პროცესში გვცემს საჭმლის სუნი და მის გემოსაც წარმოვიდგენთ ხოლმე. ეს კი იმის შეგრძნებას გვიტოვებს, თითქოს უკვე შევჭამეთ კერძის რაღაც ნაწილი. კიდევ ერთი ფაქტი ისაა, რომ როცა ჩვენთვის ვამზადებთ საჭმელს, შედარებით ნაკლებს ვჭამთ. თუ ასეა დიეტისტვის კარგი საშუალება უნდა იყოს. თუმცა არ ვიცი. მეცნიერები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ სიჩქიანესა და სარკასტულობას შორის კავშირის სწავლას. დადგენილია, რომ რაც უფრო სარკასტულია ადამიანი, მით უფრო კრეატიულია. ამას მგონი პირადი გამოცდილებიდან ვეთანხმები. ხო? ადამიანები, რომლებიც უსინათლოები დაიბადნენ, არასდროს აწუხებთ შიზოფრენია. ჰოლანდიელმა მეცნიერებმა 5000 ადამიანი გამოკითხეს და დაადგინეს, რომ ქალები საშუალოდ წლის განმავლობაში 30-64 ჯერ ტირიან, კაცები კი წლის განმავლობაში 6-დან 17-მდე. როცა იმ ადამიანებს ვესაუბრებით, ვინც მოგწონს, ხმას ვიცვლით. თქვენი საყვარელი სიმღერა, ალბათ საყვარელი იმიტომაა, რომ ასოცირდება თქვენს ცხოვრებაში მომხდარ ემოციურ მოვლენასთან. თუ სუნთქა ვარ კვდები, ხვდები? კვლევებით დადგენილია, რომ ის, ვინც ფულს სხვებზე ხარჯავს, უფრო ბედნიერია, ვიდრე ვინც საკუთარ თავზე ხარჯავს. არსებობს იშვიათი ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანს საკუთარი თავი გახრწნილი, მკვდარი ან საერთოდ არარსებული ჰგონია. კარგი, ერთ ჩემს მეგობარს თავი გათახსირებული ჰგონია. საფრანგეთში 5-დან 1 ადამიანს გამოცდილი აქვს დეპრესია. საფრანგეთი ყველაზე დეპრესიული ქვეყანაა მსოფლიოში. ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს ეგრეთ წოდებული ინტერნეტ ტროლები. მათი დასკვნის მიხედვით ისინი შეიცავენ ნარცისულ, ფსიქოპათურ და სადისტურ ხასიათის ელემენტებს. არსებობს ტრუმენის სინდრომი, რომლის დროსაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ მათი მთელი ცხოვრება რეალიტი შოუა. და ბოლოს ბონუსი. ეროტომანია არის ფსიქოლოგიური აშლილობა, რომლით დაავადებულ ხალხს ჰგონია, რომ ცნობილი პიროვნება მასზეა შეყვარებული. ჩატარებული კვლევების თანახმად, მხიარული და სასაცილო ადამიანები, როგორც წესი, უფრო მეტად არიან დეპრესიისკენ მიდრეკილნი. რომელი მათგანი მოგეწონათ ყველაზე უფრო? ან რომელზე იფიქრეთ, რომ ძალიან სისულელია? დაწერეთ კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.